მოგესალმებით. მშვიდობისა, მოგესალმებით, ჩემი ანრი დამიბრუნდა და ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა მას და მე მჯერა რომ თქვენი სიყვარული კიდევ უფრო გააძლიერებს და იმ ტკივილს, რომელიც სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ეშველება, რაღაცნაირად ჩვენ გადაგატანინა. დიდი მადლობა ნატუკა. დედა ყოველთვის არის დედა, მე ვიცი რა არის დედის დაკარგვა და მე ყოველთვის მჯერა რომ დედა ჩემს გვერდით არის, ღვთისმშობლის გვერდზე. ისიც დედა. ნამდვილად ძალიან მომენატრეთ, განსაკუთრებულად რთულია ჩემთვის დღევანდელი ეთერი, თუმცა დედა ჩემი სულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ. პირველ რიგში ამ ეთერზე მომეხარო და დღეს თუ კი ამ წუხარების შემდეგ რაიმე სასიხარულო შეიძლება ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ამ ტელევიზიის ოჯახის წევრი გავხდი მეც, ყოველი დღის 12 საათი იყო დედა ჩემისთვის ძალიან სასიხარულო საათი და ამით იწყებოდა დედა ჩემისთვის ყოველი დღე და იქამდე სანამ ცოცხალი ვარ მისთვის ვიცოცხლებ მისი მოგონებისთვის, მისი სულის განათლებისთვის და ჩემი სიტყვა მხოლოდ ერთი იქნება, მოეფერეთ თქვენს მშობლებს, მანამ სანამ ყავთ, მე ყველაფერი გვიანია. აბსოლუტურად გეთანხმები ჩემო ანრი და მე ვფიქრობ, რომ ისეთი ადამიანით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. კი. ძალიან ბევრი ადამიანის დედაა, იმიტომ რომ დამეთანხმებით, ეხლა ის პერიოდია, როდესაც თანდათანობით სკოლებში სრულდება სასწავლო პროცესი, ბავშვები ემზადებიან, ვიღაცა საერთოდ ამთავრებს სკოლას, ხო? მე-12 კლასელის პრინციპში უკვე ბოლოზე არ იცი ხო და ბავშვები უკვე ემზადებიან აბიტურიენტობისთვის, ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, ხო? მოვიტოვეთ ბანკეტები, ბოლოზარები უკან და კი ბატონო და ეხლა არის რა პროფესია ავირჩიოთ. განსაკუთრებული გზა იწყება მოკლედ. ნამდვილად გეთანხმები და რამდენად მნიშვნელოვანი არის პედაგოგის როლი მომავალში ბავშვების გზის არჩევაში და მშობლის და პედაგოგის ერთობლივად რაღაცნაირად კომუნიკაცია ალბათ, ხო? ხო, ისინი ერებიან ამაში, არ ერებიან, თავისით ირჩევენ ამ შემთხვევაში აბიტურიენტები პროფესიას, კი ბატონო და მე ხშირად მინახავს, მაპატირო გაწყვეტილი, ხშირად მინახავს, რომ პედაგოგის სიყვარულით ზუსტად ის პროფესია აირჩიეს, საერთოდ არ ფიქრობდნენ, მაგრამ დაუშვათ უნდათ რომ იყვნენ აი ესეთივე მასწავლებელი. თუმცა ყოფილა ასევე შემთხვევა რომ აურჩევია მაგალითად პროფესია ბავშვს და მშობლის გათვალისწინება ყოფილა, მაგრამ დაუშავებია მას. მაგრამ მე ძალიან მინდოდა პატარა რომ ყოფილიყავი, რომ ყოფილიყავი მასწავლებელი და გქმოდა მარინა ბედოშვილი, რომელიც დღეს ჩვენთან არის სტუმრად და მობრძანდეთ, გაბატონო მარინა. ასეთი მასწავლებელი ვიქნებოდი მეც სიამოვნებით. მეც მოვევლინებოდი ქალა და ქვეყანას მოგესალმებით. დიდი სიყვარული. დიდი მადლობა გაბატონო მარინა. იმისთვის რომ ჩვენთან ხართ, ასხივებთ ბედნიერებას, ასხივებთ სიყვარულს. ყოველთვის მიხარია თქვენთან მოსვლა. დაბრძანდით, სადაც მოგეხერხებათ. თქვენც გვიხარი ხართ ყოველთვის და ძალიან გვიყვარხართ. თემა რომელზედაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, მე-12 კლასელებმა დაამთავრეს ბანკეტების ეხა პერიოდი არის და შემდეგ იწყება ყველაზე რთული და გადამწყვეტი ზაფხული. რამ ხელა მნიშვნელობა აქვს პედაგოგს და აი რა ეტაპი არის ეს ბავშვებისთვის, რო გითხრათ ქალბატონ მარინა? სკოლის დამთავრება? სასაკვირველია, ახალი რაღაცა გზა. ხო, სკოლის დამთავრება ყველა ბავშვისთვის, ჩვენთვისაც ასე იყო, ნატუკა ეს არ იცვლება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და თან ცოტა ღელვასთანაც დაკავშირებული. იმიტომ რომ პროფესიის არჩევა საერთოდ მომავალზე ფიქრი რა გზას გააგრძელებენ, როგორ გააგრძელებენ და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში მაინც ოჯახს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს. რა თვალსაზრისით იცით, რომ გაითვალისწინონ კი არა აი მთელი 12 წლის განმავლობაში, როცა ბავშვი სკოლაშია, როცა იზრდება, როცა ყალიბდება, როცა აკვირდება ცხოვრებას, რაღაც პატარ-პატარა აღმოჩენებს აკეთებს. მე მგონი ყველაზე დიდი მისია მშობლების არის ბავშვის ინტერესები დაინახონ. აი რა ინტერესებს ბავშვს. ჩვენთან სამწუხაროდ ხა არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი და შეიძლება გამიწყრნენ ადამიანები, ბოდიშს ვიხდი წინასწარ, მაგრამ ჩვენთან არის აუცილებელი დიპლომი.
კი ბატონო. აი ეს დიპლომანია გულპავს ჩვენ რა, ძალიან გულპავს, იმიტომ რომ აი ალტერნატივას არ აძლევენ ბავშვებს. 17 წლის არის ბავშვი სკოლას რომ მომთავრებს. მე ვფიქრობ რომ ხა 17 წლის ასაკში შეიძლება სულაც არ იცოდე რა გინდა. ანუ თქვენ ამბობთ რომ გაცნობიერებული შეიძლება არ ქონდეს შეიძლება არ ქონდეს. აი შეიძლება იყოს პირიქით. ეს ხომ ინდივიდუალურია რა. იცით რა მახსენდება? ჩვენ ხო რეზოინანიშვილი გვიყვარს ძალიან. და მახსენდება არაჩვეულებრივი მისი 17 წლისანი. ასე ქვია პატარა ტელენოველა. საგამოცდო კომისიის, საპროტესტო კომისიის მოსაცდელში გაიცნობენ 17 წლის გოგონა და ბიჭი ერთმანეთს სამიანებს აპროტესტებენ. და მე რა დეტალი მინდა, რა მინდა შეგახსენოთ, იცით? მე მიდიან გულდამწუხრებულები, იმიტომ რომ არც ერთს არ აუწიეს ქულა და სტუდენტობა სათუო ხდება. სანაყინეში შედიან და ბიჭი იხს ამბობს, რომ მე გამოცდებზე აღარ გავალო. აღარც ამ გამოცდებზეო და არც მომავალ წელს და მე მებაღე მინდა გავხდეო. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი რომ მებაღე ყოფილიყავი. ეხლა მყნობის პერიოდი იწყებაო, წავალო და აი მივხედაო და გოგონა ეუბნება ჯარში რო წაგიყვანენო. 2 წელი გაჭვარტულ მილში გავძლებ, რომ მეწოდინება რომ ჩემი ბაღიდან ერგები მელოდებაო და გოგონა ჩაილაპარაკებს მე რომ ინტელექტუალურ შრომას მაინც სხვა დაფასება აქო და აი აქ იფეთქებს ბიჭი როგორო შენი იაპონური ბაღები არ გინახავსო შენი ციიკებანა რა არისო და იღებს წკირს რაღაცა ხმელი ტოტის რაღაცა ბალახს რბილ ბალახს ღეროს უცებ შეკრავს ულამაზეს რაღაცას და ცის ფონზე დაიჭერს ასე და გოგონას ეუბნება აბა შეხედეო ეს არ არის ინტელექტუალური სამუშაო და მე ამბობს ბიჭი მე ვიქნები მებაღე მე უკვე ვიცი რომ ავაშენებ ცისფერ სუბუქად მსუნთქავ სახლს მეყოლება ძროხა მექნება ჩემი ბიბლიოთეკა და ჩემი შვილები ირბენენ მწვანე ბალახზე და დალევენ თბილ რძეს აი ამას დიდი ბედნიერება რა არისო ასეთი გულანთებული ახალგაზრდები პროფესიაზე შეყვარებული ბევრი აღარ მხდება სამწუხაროდ. მაგრამ ეს ხო მაგრამ ხო არის რომ საზოგადოების გავლენაც ნახე. რა თქმა უნდა. რომ აი რაღაცა ასაკში იგივე სტუდენტია შენი ჩააბარა, ვერ ჩააბარა, არ ჩააბარა. აი ეს არის უკვე აი აკომპლექსებენ ახალგაზრდებს. მე არავის წყურის დამრიგებელი არა ვარ, ანრი ხომ იცით. ჩემი გამჭირვებია სხვას რა უნდა ვასწავლო, მაგრამ მე წინაზეც გითხარით რომ თეატრზე ვიყავი და ვარ ძალიან მიყვარს თეატრი და თეატრის რეჟისორობა მინდოდა და 76 წელია მე რო სკოლა დავამთავრე თან განვაცხადე რომ სარეჟისოროზე მინდოდა ნუ ეს ფანტასტიკის სფერო იყო მაშინ 17 წლის ბავშვი რომ სარეჟისოროზე ჩაებარებინა და დედამ ძალიან დიდი გავლენა იქონია დედა მიმიშვა დედა მიცოდა რომ მაგრამ ძალიან დამიჭირა მხარი ძალიან დამიჭირა მხარი და კი შეჩიოდა ყველას თურმე მე მითხრეს რომ გამიგიჟდა გოგო თეატრის გარდა არაფერი აღარ უნდაო და მე რო ვერ ჩავაბარე რა თქმა უნდა ვერ ჩავაბარე ვინერვიულე და გამოუცხადე დედას ჭეშმარიტი განათლება და უნივერსიტეტის დიპლომი ერთი და იგივე არ არის ჯეკ ლონდონი მარტინ იდენი გვერდი ესა და ეს უნდა ერეოდნენ მშობლები როგორ ფიქრობთ ბავშვების გაჩნია რას უწოდებთ ჩარევას უნდა ურჩიონ ამის პირიქით მომხრეები ვართ მაგრამ ხომ არიან კატეგორია მშობლებისა რომლებიც აი მოუწოდებენ რომ არა ან ეს ან არა და ეს იცით როდის ხდება როცა მემკვიდრეობით არის აი დედა ექიმი მამა ექიმი და შენც ექიმი უნდა იყო დედა მუსიკოსი მამა მუსიკოსი და შენ მუსიკოსი უნდა იყო ხო ესა რა თქმა უნდა აქ ინდივიდუალური თვისებები ბავშვის უნდა გაითვალისწინონ რჩევა როგორ არ არის აუცილებელი რჩევა აუცილებელია მაგრამ კატეგორიული ჩარევა უკუ რეაქციას იწვევს ყოველთვის შეიძლება ეს იყოს დამღუპველი აბიტურიენტისთვის ამ შემთხვევაში დამღუპველი რა გაგებით მოდი ვიყოთ კატეგორიული ჩარევის შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან ხშირი შემთხვევა მაქვს მე უფროს კლასელებთან ხომ მაქვს ურთიერთობა აბიტურიენტებთან და მე გრძელდება ჩვენი ურთიერთობა სტუდენტობის დროს აი ეს იცით რამდენი მეუბნება რომ აი მივხვდი მესამე კურსზე არა მე არ მინდოდა მესამე კურსზე აღმოვაჩინე რომ ეს ჩემი არ არის ხო მე სხვათა შორის ჩვენს პროფესიაში
სწორედ რომ მესამე კურსზე ხდება ამის აღმოჩენა. ხო, აი აღმოჩენა რომ ჩემი არ არის. ეხლა მე გეტყვით ერთი უცნაური შემთხვევა მქონდა. ესე იგი გვიანად ცნობიერებენ ამ შემთხვევაში. ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა. აი მაინც ინდივიდუალურია. მშობლების ჩარევა არა, მაგრამ საინტერესო პროექტი მქონდა ერთხელ, იცით, როგორ გაამართლა, იცით? ჩემს ადამიანებრო კლასში ახლა მისმენენ ალბათ და გაახსენდებათ ის კარგი დღეები. გადავწყვიტე მშობლები მომეწვია სკოლაში სათითაოდ და წარმედგინა და გამეცნო ბავშვებისთვის როგორც მშობელი კი არა, როგორც პროფესიის წარმომადგენელი. და მოდიოდნენ ჩვენ ყავდა ჟურნალისტი, ყავდა ექიმი, ყავდა ინჟინერი, სხვათა შორის და მოდიოდნენ ეს მშობლები და ბავშვების გაფაციცებული მზერა და კითხვები და მე საინტერესო ის იყო რომ მარტო ჩვენს კლასს გასცდა მე ეს კოკა იყო კვირკველია მე ჩვენთან მშობელი და კოკა რომ მოვიდა მე ისე კარგად მახსოვს უფროს კლასელებმა მთხოვეს შეიძლებაო შემოვიდეთო იმიტომ რომ ბევრს გვაინტერესებს ჟურნალისტის პროფესიაო და შემოვიდნენ მაშინ აი კარგი იდეა იყო და ძალიან ცუდია რომ რაღაცნაირად მივატოვე მაგრამ გავაცოცხლე ჩემი მშობლების თაობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, როცა თავიანთი შვილები ირჩევდნენ პროფესიას, რომელიც იყო უფრო შემოსავლიანი ამ შემთხვევაში და უფრო არ გაუჭირდებოდა თვალზე თავიანთი მომავალში ხო ხო სიტყვაზე თეატრალურში ჩააბარო ოჯახს როგორ არჩევ უნდა ექიმი იყვან იურისტი ამ შემთხვევაში რამდენად დედაჩემს უთხარი ერთხელ კაი და მარტო იმიტომ რომ გინდა რომ დიპლომი მქონდეს ფილოსოფიურზე ჩავაბარებ მეთქი და გადაირიე შვილო ყველაფრის მცოდნე და არაფრის მაქნისი გინდა იყო რა საბარაკობდა და მაგას როგორ ამბობ მეთქი ის მაინც გეთქვა რომ არისტოტელეს ფილოსოფოსი იყო და შენც ფილოსოფოსი იქნები ეგ მაინც გეთქვა მეთქი ნუ მოკლედ ეგ სხვა თემა რა არის იცით აი როდესაც ბავშვი ამთავრებს სკოლას ჩააბარებს და მიხვდა რომ ის იქ არ არის სადაც უნდა იყოს რა ხდება ამ დროს და რა არაფერი ეძებენ თავს მე რომ დავამთავრე სკოლა ხო გამოგიცხადეთ აღარ ვაბარებდი არსად და ჩემს გლოვა ქონდა იმიტომ რომ სკოლა ძალიან კარგად დავამთავრე მედალი იყო და მე 5-ქულიანი ატესტატი და ხა მედალი ვერ ავიღე ფიზიკაში მქონდა 4-იანი და ის 5-ქულიანი ატესტატი მქონდა ძალიან ნერვიულობდა დედა და ჩემმა მასწავლებლებმა სერიოზული გავლენა იქონიეს ჩემზე. მე მყავდა ერთი აბიტურიენტი, უჭვიანესი გოგო, ფსიქოლოგიური დაამთავრა უნივერსიტეტის და რომ დაამთავრა უნივერსიტეტი 9 წელი იყო გასული უკვე ალბათ 8-9 წელი, მოვიდა სტუმრად ჩემთან. ვაი, რაშვები როგორ ხარ, რა საქმიანობ და ფრჩხილებს ვხატავო მითხრა. რა საკეთებ მეთქი? ფრჩხილებს ვხატავ, ჯერ ეგ თუ არსებობდა ხატვა ფრჩხილებზე არც ვიცოდი. მე ვთხარი ნამდვილი ესეთ მეჭკვიანო გოგომ ამიტომ ისწავლე რომ ფრჩხილები ვაიმე მარინა მასწავლებელი ძალიან შეურაცხყოფა მომაყენეთ აყვანო და ფეხზე წამოვდექი და ბოდიში მოვუხადე იმიტომ რომ მისთვის ეს იყო სული საქმე ხელოვანი იყო ეს გოგო მართლა თავისი ნაშრომები რომ აჩვენა ნამუშევრები გავშტერდი ცოდო არ არის ეს ფრჩხილზე იყოს მეთქი და მივხვდი რომ შემეშალა ბოდიში მოვუხადე აი ეს არის რაღაცა უნდა ეხლა თქვენ მითხარით რომ უნდა იცხოვროს და შემოსავალი კონდეს და მოდი ეხლა გავიხსენოთ დავით გურამიშვილი აი პირველი რო თქვა დავითმა დიდება რა ვიცი გენიოსი ყმაწვილი უნდა სწავლოდეს საცნობლად თავისადაო ვინ არის სიდა მოსულა სად არის წავა სადაო ეს ერთი მეორე ავიდა კარგი გარჩევით ხედავ რომ ახლოს მიწყვია მინდა და სწავლის სიმუკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია ეს ორი და მესამე ნახეთ ბრძენი სადაც არის დარჩები საუნჯეთ ანეკნებისა ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოეკნებისაო ანუ ნახეთ მე იცით რას ვეუბნები ბავშვებს არ ჩამქოლოთ ოღონდ რა ვიცი ბოდიშს ვიხდი სრულიად საზოგადოებასთან ბავშვებო არის სული საქმე რომელიც შენ სულიერად გამდიდრებს გაბედნიერებს და გავიწყდება სამყარო როცა შენ ამ საქმეს აკეთებ თავარია აღმოაჩინოთ ეს სული საქმე და თქვენს თავს უთხრათ რომ თქვენ შეძლებთ იბრძოლოთ საკუთარ თავთან აღზრდა მე მგონი არის საკუთარ თავთან ბრძოლა უნდა ასწავლო ბავშვს აი აკონიდან ძუძუდან და მე ყველაფერი გამოუვა ამ ადამიანს სული საქმე მაგრამ სამწუხაროდ რეალობა გვაქვს ისეთი რომ ჩვენი სული საქმე
ჩვენ საარსებო წყაროსთან ზოგჯერ ვერ თანხვედრაში ვერ მოდის და თუ ეს იგივე მე ვარ ბედნიერი გამონაკლისი. აი მე ფეხზე წამოუდგები ჩემს მასწავლებლებს. ბედნიერი ვარ ამ თვალსაზრისით. ბედნიერება რა არის ანრი დილით რომ სამსახურში მიგიხარია და საღამოს რომ სახლში მოგიხარია. ეს არის მარტივი ფორმულა ბედნიერების, ხო სწორია. აი ბავშვებს ვეუბნები, თუ მოხდა ისე რომ არ დაემთხვა თქვენი სულის საქმე და თქვენი შემოსავლის წყარო, ასე ვთქვა, თქვენი საარსებო წყარო. სულის საქმეს არ მოეშვათ. და რაღაცნაირად გაიმდიდრეთ სული და იმუშავეთ რა ვქნათ არის ზოგჯერ ადამიანი მუშაობს აი მე ვიცი იურისტი რომელიც კარგი იურისტია გადასარევად მუშაობს მაგრამ მისი სულის საქმე არის წერა ის წერს და არის ბედნიერი. ქალბატონო, თქვენ თქვით რომ მინდოდა რეჟისორობაო და როდის მიხვდით რომ ის პროფესია რომელსაც დღეს ემსახურებით არის თქვენი და ხართ ბედნიერი. როცა დავიწყე ლიტერატურული სპექტაკლების დადგმა სკოლაში. ხო, თუმცა რეჟისურასგან შორს არ არის მაინც და მაინც თქვენი პროფესია. მსახიობის და საერთოდ თეატრი და ეს მასწავლებლის პროფესია ახლოს არის ძალიან ერთმანეთთან. აი თქვენ პრაქტიკაში თუ ყოფილან მოსწავლეები ვისი ცხოვრებაც შეგიცვლიათ პროფესია აი ამაზე ახლა ცოტა რთულია კი მე ფილოლოგები მყავს და ძალიან მყავდა მოსწავლეები რომლებსაც უთქვამთ რომ ვაბარებ ფილოლოგიურზე აი იმიტომ რომ თქვენ ხართ ფილოლოგი და აი თუ მაგრამ რომ დავუშვათ ვაბარებ თეატრალურში რა ვიცი მე თეატრალური მაგრამ აღმოჩნდა რომ აი ძალიან ძლიერია მათემატიკაში და თქვენ შეგიცვლიათ კურსი და დღეს არის რაღაცა ძალიან საცხოვრებლად პროფესია ასეც ვერ ვიხსენებ საერთოდ რა არის იცით რაღაცა ჩაქრა ჩვენს ცხოვრებაში ჩაქრა რაღაც აი ეს ცეცხლი აი ეს გულანტება აი ესეთი გაცივდა თითქოს აი საყვარელი საქმისადმი ურთიერთობაც რაღაცნაირი სხვანაირი გახდა რა ვიცი რა გითხრათ იმიტომ რომ რატო გავიხსენე ის 17 წლისები ამაში მასწავლებლის როლი როგორია ძალიან დიდი იმიტომ რომ მასწავლებელმაც და დედამაც აი მშობლის და მასწავლებლის კომუნიკაცია უნდა იყოს მაპატიეთ აუცილებლად უნდა იყოს მეგობრული და თანამშრომლური და თუ სხვადასხვა აზრზე თუ სხვადასხვა ლუკმას ვაწვდით ამ შემთხვევაში მშობელი სხვას პედაგოგი სხვას ამ შემთხვევაში რა ხდება იცით რა არის მოდი ბავშვებს უთხრათ ის რომ არის სამყარო მრავალფეროვანი და ადამიანები ერთნაირად არაზროვნებენ ორივეზე იფიქროს და მე თვითონ ფიქრი ვასწავლოთ ბავშვს რა ფიქრი კი აი ეს არის გააზრება ფიქრი აი რაღაცა ჩემი სურვილი და ფიქრი როგორ დაემთხვევა ერთმანეთს რა ძიება რაღაცა რა მინდა აი ეს შენი თავი რო იპოვო რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან და კიდე გაბედულება ჩვენებს რა უნდათ ეხლა ძალიან ბევრ ბავშვს რა უნდა იცი არ დაიღალოს გაერთოს სულ კომპიუტერში და ინტერნეტში იჯდეს და მე ყველაფერი კარგად იყოს. დამეთანხმებით ყოფილა შემთხვევა რომ აურჩევია ბავშვს პროფესია მიმხვდარა რომ შემცდარა მაგრამ მე ვთქვამს რომ აი თითქოს დაიხურა ფარდა და აღარ არსებობს აღარაფერი ანუ მათ დაშვებული შეცდომაზე სწავლის სურვილი არ გაჩენიათ როგორ მივაწოდოთ ბავშვებს ის რომ დიახ შეიძლება შეცდე და არ არის ეს ერთადერთი და მთავარი არჩევანი. ჩემო ძვირფასე მთელი ვეფხის ტყაოსანი ეგ არ არის. სკოლაში ჩვენი ლიტერატურა სულ ეს არის. იმიტომ რომ იბრძოლო, რომ არ გაჩერდე, რომ თუნდე დაეცი უნდა ადგე. მარტივად ვეუბნები ბავშვებს, რო დაეცემი და ზღვარეგდები ძირს. როდემდე ეგდები? ხო უნდა ადგე და გააგდე. ეს ესმით, თუ ელოდებიან რომ ვიღაცა ააყენოს. არა, ესმით გააჩნია როგორ ისე სულ მუდამ აი ჩვეულებრივ შინაურულ საუბრებში არაფორმალურ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არასაგაკვეთილო პროცესში აი როცა საუბრობთ და რაღაცაზე ლიტერატურაზე თეატრზე სპექტაკლებზე რო დავდივართ მე რამდენს ვფიქრობთ და ვსაუბრობთ თქვენ არის და აი თქვენ გაზრდილ ბავშვებს არ ყოფილა რომ აი ეს შეცდომა ზუსტად დაუშვიათ და მე მარნამას გვიშველეთ ახლა თქვენ მარნამას მიშველეთ ჩემზე ნუ გადმოგაქვთ აქცენტი
შენ ზოგადად არა, როგორც მეგობარი მე ისე რა თქმა უნდა, ყველა ყველგან არის. თქვენ არ ყოლიათ, არ ქონიათ შემთხვევა, რომ მეგობარს რაღაცა ჩვენ სადღაც ყველა ვავთანდილობთ. და თუ ამის ნიჭი გვაქვს მეგობრობაში ვიავთანდილოთ და მართლა იმ ცდარი გზიდან ან რაღაცა შეცდომიდან დავიცვათ და შემოვაბრუნოთ ჩვენი მეგობრები სწორი გზისკენ, ჩვენ ხო ამას ვაკეთებთ. ამას ვაკეთებთ აქ პროფესიის არჩევანს უგულისხმობთ, ამ შეცდომაზე ვსაუბრობთ და არა ისე. ისიც ისეთივე შეცდომაა, როგორც ცხოვრებისეული შეცდომები პროფესიის არჩევანზე. თავარი რა არის იცით? აი, ბედიც და გამარჯვება ღმერთსა უნდეს მოცახვდების, ამბობს დიდი შოთა. ეს არის ჩემი ცხოვრების დევიზი. თავარია რაღაცა გინდოდეს და იპოვო ის რა გინდა და არ დაელოდო იმას ანრი რომ ვიღაცა გიკარნახებს. მე რა მინდა ნატუკა? აბა ეხლა თქვენ მე მიკარნახებთ მე რა მინდა? ხო და მეორე გაბედულება. აი ეს თვითშეფასება. ძალიან ბევრი ბავშვი შემხვედრია, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია. მაგრამ შემოჭილია, სულ შიში აქვს. სულ გონია რომ აი რაღაცა არ გამოუვა და რაღაცა და არა და თქვენც იცით მეც ვიცი და უფროსმა თაობამ ცხოვრება ყოველთვის გაძლევს რაღაცა შესაძლებლობას. ყოველთვის არის მთავარია და რა გამახსენდა ახლა მე მაგ ტრადიცია ასეთი აი მე უკვე რამდენი წელია და აღარც მახსოვს იმდენი წელი არ ვამბობ რო არ გამოჩნდეს ძალიან დიდი რო ვარ და მურვან ლებანიძე საკი ერთი პაწაწუნა ლექსი იცით როგორი мотиваტორია ეს ლექსი იცით როგორი ჩემთვისაც ვიმეორებდი ხოლმე ხშირად როგორც აი რუსთაველი ისე ზუსტად თუ შეყოყმანდი ან თუ შეკრცი და თავის დროზე მოქცევისას არ შედი ზღვაში მიიქცევიან ბუზღუნით ზღვები შენ რომ მოგწონდა ცისფერი ბავშვი ააშენებ ჩაუსხდებიან მას ნავში სხვები შენ რომ გინდოდა აშენება მშვენიერ სახლის ააშენებენ იმ კორდზე სხვები თვალ და ხელშუა წავა ცხოვრება მიიქცევიან ბუზღუნით ზღვები თუ შეყოყმანდი ან თუ შეკრთი და თავის დროზე თუ მოქცევისას არ შედი ზღვაში აი ეს მოქცეულ ზღვაში შესვლის გაბედულება უნდა გქონდეთ ახალგაზრდებს აუცილებლად და რა ვიცი ყველაფერი გამოვუვათ ცხოვრებაში რა საჭირო რომ ჩვენი შვილები არ შეყოყმანდნენ და მათ ჯეროდეთ თავის თავს ხო ჯეროდეთ იყვნენ გაბედულები უფრო მარტივად გვერდით თქვენი შვილები თქვენთან ერთად აკეთეთ რაღაცა საქმეები სულ პაწაწინა საქმეები და შეაქეთ აი ისე კი არა რომ უიმედე და შენასა ყოჩახ და 23 საუკუნეში ეს რომ რთულია მშობლებს არც ალია დაკავებულია შვილზე მნიშვნელოვანი არ არა კვირაში ერთი დღე ხო შეიძლება აი კვირაში ერთი დღე გამოიძებნოს 1 საათი ეს საკმარისია აუცილებლად ფრაზები აკრძალული ფრაზები თქვენ იცით ერთხელ მე მეხუთე კლასელებს უთხარი დაფაზე აკაკი წერეთლის ჩემს თავგადასავალს გავდიოდით და დედა აკაკის გენიალური დედა იყო და მე ვთხარი ყველაზე ხშირად რომელი სიტყვები გესმით დედასგან აი დამიწერეთ დაფაზე მეთქი და რამდენიმე დამიწერა არაფერი გამოგივა შეჩერჩედო და აი ეს სისხლის სამართლის დანაშაულია მე თუ მკითხავთ ეს არასოდეს არ უნდა უთხრა არ გამოგივათ ყველანო ეცებ არ გამოგივა ჩვენ როგორ ავართ იცით არაფერი არ გამო ისევ ესე ხო რაიმე ისევ 3-5-იანი მიიღე ხო მე რა ჩვენთვის 5-იანი კარგი ნიშანი იყო მე რა იცით რა მაგარი ბიჭები და გოგოები იზრდებიან მე ეს 5-ოსნები და 6-ოსნები ზოგჯერ არ შეიძლება ყველა პატარა საქმე კარგი დადებითი ზომიერად ჩვენ ხო აი ესეთი ორი უკიდურესობა ვართ ან უნდა ჩავკრულოთ ან უნდა ისე გავაღმერთოთ რომ აი გაფხორილი მამალი ინდაური დადიოდა ჩემზე კარგი ქვეყანაზე არავინ არისო აი რაღაცა შუალედი რა ანუ ის პრინციპში ბავშვები ახლა ჩვენი თაობა სხვანაირი არის რომ 17 წელს რო გახდა სკოლა და ამთავრე მაშინ უნდა იყოს სტუდენტი ეხლანდელი თაობა შეიძლება იყოს სტუდენტი ან შეიძლება ეძებოს თავისი თავი რაღაცა სხვა რაღაცა ისწავლოს რამდენჯერ შეიძლება რომ ბავშვმა შეიცვალოს პროფესია ჩემთვის მაგალითად მისაღებია ჩემ შვილს აქ არ ვიცი რამდენი პროფესია შეცვლა დიპლომი და აი ამ შემთხვევაში თქვენი რჩევა მშობლებს რომ არ არის ეს პრობლემა რომ ბავშვმა ერთი უმაღლესი დაამთავრა მისი არ არის კიდე სწავლობს მაგრამ ბევრჯერ არის ხოლმე რომ რა ვერ ჩამოყალიბდა შენი შვილი უკვე 25 წლის არის უკვე
ნუ უკვე რატო კაცო, მე ახლა ვიწყებ მებოსტნეობის სწავლას 66 წლის ასაკში. ხო, ანუ არასოდეს არ არის ეგვიან რა, ნუ რა ვიცი. თავარია ნატუკა ხა ერთ რამეს ვიტყვი, მაისევ არაპოპულარულს. თავარია არ გადავიდეს ეს, აი ისი მარტივად ვიტყვი სიზარმაცე რო ქვია რა. ხო, ჩვენ ახლა გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, რომ აი ვეძებ, აი ხვალიდან ვიწყებ. და აი სულ რაღაცას ველოდები და აი არ გამიმართლა და აი სულ ვიღაცა დამნაშავე საკუთარი თავის გარდა. არა. აი ესეთ თემაზე არ არის საუბარი. თავარია არ გაჩერდეს, თავარია ეძებოს და დაინახო რომ ბავშვი ცდილობს. აი აინტერესებს იმ თემაზე კითხულობს, ფილმებს უყურებს, ფიზიკურად აკეთებს, გამიცი ყველაფერი გამოუვათ. ამაზანაირად რა, ამაზე თუ იარსებებს ისეთი პედაგოგები, როგორც ქალბატონი მარინა ბერძოშვილი და ისეთი პედაგოგები ვირავითაც მე რომ მყავდნენ, ნამდვილად როულად და სწორად აირჩევენ პროფესიას. შემთხვევა რომ მშობელი მოსულა და ქალბატონი მარინა იქნება გვიშველოთ. აი ეს პროფესია უნდა და თქვენი ძალიან შეჯერა. აი თქვენ რაღაცა დახმარები ხარ? ხო რა, როგორ არის ახლა 45 წელი სკოლაში რო ხარ ასეთებიც ყოფილა. მოკლედ თავარია მე მაინც ფიქრობ რომ ბედიც და ეს გავაკეთოთ და მოქცეულ ზღვაში შევიდეთ დროულად. გეთანხმები.